გამარჯობა, ლომო, როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე. ლომო, ჩვენ დაუკავშირდებით ჩვენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვა, ამიტომ გთხოვ, აიღო ის, რაც ჩვენთან რეზონირებს, რაც ჩვენ სიტუაციას შეესაბამება, ხოლო რაც არა, გაუშვა. არ დაგავიწყდეს შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშნის შემოწმება, რომლებიც ავსებენ შენს მთავარ კითხვას. ამ კითხვას დავიწყებ ამ ძლიერი ორაკულით, რომელიც არის მედიცინის ქალის ორაკული. ახოთ რა ენერგია გახლავს თანამგზავრნილის ამ ნიშნის მეშვეობით. კარგი, ძალიან ძლიერია. მეუბნება, რომ ეს არის შემოქმედებითი ცეცხლი, რომელიც თან გახლავს, რათა შეძლო შენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და შთაგონების განვითარება. ეს გვესაუბრება იმის შესახებ, რაც შეიძლება იყოს დიდი ტრანსფორმაცია, ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომა. მე აქ პირდაპირ ვხედავ შემოქმედებით ცეცხლს, რომელიც ფერფლიდან წამოდგომასთანაა დაკავშირებული. ამიტომ გეტყოდი, მოემზადო იმისთვის, რასაც აკეთებ, რაც ხელში გიჭირავს, რისი შექმნაც გინდა, რისი დაპროექტებაც გსურს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. ეს არ არის რაღაც უბრალო, მას მაგიაც აქვს. 25 რიცხვი, რომელიც ნუმეროლოგიაში არის 7-იანი, ამასთანაა დაკავშირებული. შენ გიხმობენ ამისკენ გზნობ შთაგონებას, რომ ეს გააკეთო ამ მომენტში. ამიტომ გთხოვ, ჩადო მთელი ენერგია, ყველაფერი, რასაც ჩათვლი საჭიროთ ამ სიტუაციაში, რადგან ნამდვილად შეიძლება ძალიან გაუცდე შედეგით. შენ თვითონაც ვერ წარმოიდგენ, მაგრამ შემოქმედებითი ცეცხლი არის შემოქმედება როგორც ასეთი. პირდაპირ მნიშვნელობით ხომ, ლაპარაკით ზედმეტია. ამიტომ გაიაზრე, რომ ეს ასევე არის ენერგია, რომელიც კარგად გამოიყენება და კარგად არის მიმართული. მე არც კი მინდა ვიცოდე ყველაფერი, რასაც გააკეთებ, ყველაფერი რისი შექმნის უნარიც გექნება და ის გზა თუ როგორ შექმნი ამას, ვნების თავდადების, სტაბილურობის, ნდობის და ყველაფერი იმის მეშვეობით, რაც წარმატებას მოაკვდაოთ, ხომ? ამიტომ გთხოვ, ნამდვილად გააკეთო ეს უყოყმანოდ, ბევრი ფიქრი არ არის საჭირო. ამ მომენტში თავით უნდა გადაეშვა ამაში. ეს არის მომენტი, რომელსაც ელოდი, რადგან ეს თან მოაქვს შემოქმედებას, რომელიც ვლინდება შენს ცხოვრებისეულ გზაზე. და ეს შემოქმედებითი არის ყველაფერი, რასაც აკეთებ ყოველდღიურად, არ აქვს მნიშვნელობა რას, გარწმუნებ, რომ ეს არის რაღაც კარგი. მას მოემზადე დიდებისთვის, მოემზადე იმისთვისაც, რაც შეიძლება გაჩვენოს და განგამტკიცოს. ეს ის დროა, ის მომენტი, რომ გამოხვიდე, ეძებო და იპოვო რაღაც, რაც ზუსტად შენზეა მორგებული. ამიტომ გეტყოდი, მოემზადე, იპოვე, გააკეთე და მიიღე. ნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა შენი მეგზურები, ცეცხლი გინთებს, ხომ? ეს შენი საკუთარი არსია და ქმნის რაღაცას, რაც მწვერვალისკენ, დიდებისა და წარმატებისკენ წაგიყვანს. ნახოთ, რას გვეუბნებიან ფერიები. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეს შენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა და ამისთვის შეგიძლია ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარო. მას აკეთებ ვებგვერდის საშუალებით. მისამართს ყოველთვის ხედავ ვიდეოში და ასევე გაქვს კომენტარი, რომელიც მიმაგრებულია შენს ნიშანთან, სადაც პირდაპირ შედიხარ გვერდზე. კარგი, იქ გაქვს ხმლების 10-იანი, ვაუ, გაქვს მაგიის კარტი და გაქვს თასების 5-იანი. რა თქმა უნდა, ამ მომენტში არის გარკვეული შფოთვა ან გაურკვევლობა თქვენი მხრიდან, რადგან გრძნობ, რომ თითქოს ელოდები ამ მომენტს. იცი, თითქოს ძრავებს აცხელებ და უკვე გინდა ტრასაზე გასვლა. მე მგონია, რომ ეს არის მომენტი იმისა, რომ გქონდეს ნდობა და ნახოთ და დაიწყო პატივისცემა იმ გამოცდილების, რომელიც ზოგჯერ შეიძლება მტკივნეული და იმედგაცრუებული ყოფილიყო შენთვის და გააცნობიერო, რომ ცხოვრება მოგამზადა ამ მომენტისთვის, რადგან ეს სხვა დროს არ იქნებოდა ისეთი სასარგებლო, როგორც იქნება ახლა. ამიტომ გრძნობ, რომ ეს მოხდა იმის გამო, რაც შენ გადაიტანე და რამაც გაურკვევლობა და სევდა გამოიწვია შენში. და ეს მოხდა მიზეზით, რომელსაც მალე გაიგებ. ამიტომ ეს ასევე ძალიან გეხმარება სხვა რამეებზე კონცენტრაციაში და დაშორებაში, თუნდაც იმ შიშისგან და უარყოფითი ემოციებისგან, რომლებიც გაწუხებ და მათ შორის შენი საკუთარი და გარემოს მხრიდან მომდინარე უარყოფითი ემოციებისგან. მგონია, რომ უფრო შეძლებ იმის გაგებას, თუ რა გაწუხებს და რა გაშინებს ახლა, რადგან ეს შემოქმედებითი ძალა გაიძულებს ადვილად აღმოაჩინო ეს შიშები, გააუქმო და აღმოფხრა ისინი. და რომ დღეს შენ ხვდები უზარმაზარ იმპულსს და რა თქმა უნდა ასევე იმ შემოქმედებას, რომელიც შენთვის აღიარებული იქნება როგორც დიდი პირადი წარმატება, ხო? და გარდა ამისა, ეს მოდის სხვა რამეებთან ერთად. რთული სიტუაციის დასასრული,
რომელიც მან ნიშნებს, რადგან არსებობს რაღაცის გადაწყვეტა, რაც შეიძლება თქვენი მხრიდან გაგებული იყოს როგორც დიდი სირთულე. იქნება ეს ეკონომიკური სირთულე, იქნება ეს სირთულე ურთიერთობაში, სიტუაცია, რომელსაც ძალიან მიჯაჭვული იყავი, ხომ? ძალიან დატყვევებული იყავი ამით. და დღეს ვგრძნობ, რომ ასევე შემოქმედებითი ცეცხლი არის ის, რაც გაძლევს უნარს. იგრძნო თავი სრულიად თავისუფლად, განთავისუფლებულად და მოშორებულად იმ შემზღუდველი სიტუაციისგან. იცოდე, რომ მე გეტყოდი, მოემზადო უკიდურესად მტკივნეული ეტაპის დასასრულისთვის, ხო? ეტაპი, სადაც ზოგმა თქვენგანმა გაიარა რაიმე ტოქსიკური სიტუაცია, რაიმე რთული სიტუაცია პირად დონეზე. მაგრამ ასევე შეიძლება, რომ შენ გაიზიარე ეს მომენტი და ეს გამოცდილება შენი გარემოცვის ვინმესთან, ვინც ახლობელი იყო. და ვინც შენთვის მნიშვნელოვანი იყო და რომ ეს ადამიანიც გამოვიდა სიტუაციიდან, შენთვის ეს მეტად აუცილებელი იყო. ამიტომ ხედავ ასევე ბედნიერებისა და თავისუფლების ამ მომენტს, რადგან ეს სიტუაცია სრულდება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც დღემდე ცდილობდი და ვერ იპოვე გამოსავალი. და გარდა ამისა, ამ სიტუაციამ სევდაში ჩაგძირა. კარგი, დასრულდა შენი წუხილი, დასრულდა შენი ტკივილი და დასრულდა შენი პრობლემა. გარდა ამისა, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, გაქვს მაგის კარტი, ეს არის შემოქმედებითი ცეცხლი ზუსტად. ამიტომ წარმოიდგინე, რომ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რაც აქამდე დაისახე და რაც ჩაიშალა ის, რაც აქამდე დაისახე, გააკეთე და არ გამოგივიდა ისე კარგად, როგორც ელოდი. თუნდაც ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება ეს იყოს მომენტი, სადაც ამას ნიშნად მიიღებ, რათა თავისუფლება მისცე იმას, რისი შექმნაც გინდა შემოქმედებითი ცეცხლიდან, რადგან შენ ხარ მაგი და შეგიძლია მოახდინო იმის მანიფესტაცია, რაც გჭირდება წარმატების მისაღწევად. სინამდვილეში, იმან რაც გადაიტანე, ასევე მოგცა გამოცდილება და დიდი ღირებულება შეგძინა როგორც პიროვნებას. ამიტომ ამასაც უნდა ჩაეჭიდო. იცოდე, რომ მაგი განახორციელებს ძალიან სასარგებლო სიტუაციას, რადგან ის გაძლევს ცის ძალას შენს ხელში. და შეგიძლია ამით იმოქმედო ცოტა რესურსით, ან თითქმის არაფრით, ისეთი შემოქმედებითი და ისეთი ხელსაყრელი გზით, რომ გარწმუნებ მოულოდნელად და არაფრისგან შენ გადადიხარ აბსოლუტურ სიმრავლეში. ნებისმიერ სიტუაციაში ვნახოთ, რას გვეუბნებიან კარტები. კარგი, იქ გვაქვს სოფლიო, გვაქვს ასევის პაჟი. ნამდვილად ლამაზი სიახლეები გაქვს. მე ვგრძნობ, რომ იქ გაქვს. ესე იგი, ორი სიახლე, რომელიც ცვლის შენს სამყაროს, რომელიც ცვლის შენს რეალობას. ერთი სიახლე შეიძლება იყოს სიყვარულის და მეორე სიახლე შეიძლება იყოს სამსახურის, ან შეიძლება იყოს იურიდიული, ან შეიძლება იყოს ასევე, ესე იგი, სიტუაცია, რომელიც გაბედნიერებს. რადგან ვიღაც იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას ზღუდავდა, რათა შენთან სრულყოფილად ყოფილიყო იმ სამყაროში, ხო? შენს ცხოვრებაში. ამიტომ მოემზადეთ, რადგან ვინმემ შეიძლება ასევე გაითვალისწინოს რაღაც, რაც შესაძლებელს ხდის ურთიერთობის აღორძინებას, კავშირის გამყარებას. რომ დასრულდეს ციკლი ამ ურთიერთობასთან, მაგრამ ასევე რატო გეუბნები? რადგან არსებობს თასების პაჟი, მაგრამ ასევე არის ხმლების მეფე. ამიტომ ყველაფერი, რაც შეიძლება წარმოიშვას ამ ადამიანების ან ამ სიახლეების მეშვეობით, ძალიან ბევრს შემატებს შენ სამყაროს და ძალიან ბევრს შემატებს იმ შემოქმედებით ცეცხლს. რადგან გინდა შექმნა კავშირი, რომელიც აშკარად რეზონირებს ამ მსოფლიო რეალობასთან, თუ გინდა შექმნა პირადი რეალობა, სადაც შენ შეიძლება გაიგო, რომ უკვე არის დრო მიუძღვნა თავი იმას, ხო? რისი შექმნაც გინდა, შენს პროფესია, შენს კარიერას ან შენს სამუშაოს. ეს არის ის, რაც მოდის ამ მომენტში ამ აქ და ახლაში, ეს არის ის, რაც მოდის. შენ ეს წარმოიდგინე, დაგეგმე, იოცნებე. გააკეთე ათასნაირად შენს გონებაში. დღეს ცხოვრება გაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს შევიდე შენს ცხოვრებაში ხელშესახები და რეალური სახით, და რომ შენ დაიწყო იმ შეგრძნების ემოციის და ბედნიერების განცდა ამ შემოქმედებიდან კონკრეტული სახით შენ სამყაროში. და იქ აქვს ის შეგრძნება, რომ ხარ მასთან, ვისთანაც გინდა იყო, იმ გზით, იმ ფორმით. არაფერი დაგაკლდება. უფრო მეტიც, ასევე იგრძნობ თავს დაცულად, ასევე იგრძნობ თავს გასწორებულად სხვა ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ შენთან რეალობას, ღირებულებას, ან თუნდაც საკუთარ გემოვნებას. მსოფლიო ასევე ჩნდება, როდესაც ადამიანი ბოლოს უღებს რთულ სიტუაციას ან რაიმე ფორმით ავსებს თავის ცხოვრებას. მგონია, რომ გაღიარებენ რაღაც მნიშვნელოვანისთვის. და ეს არის კარგი მომენტი რაღაცის სათხოვნელად.
რადგან გარედან შენი აღიარება როგორც მნიშვნელოვანი ადამიანის, შენ გაქვს სრული უფლება, რომ იმ შემოქმედებით მათ ცეცხლმა მოახდინოს ამ თხოვნის მანიფესტაცია და შეგიძლია ითხოვო რაღაც, რაც ლომისთვის არის ხელსაყრელი. შენ ხარ ასევე მომენტში, სადაც იქნები განლაგებული შესანიშნავ ადგილას სამუშაოს დონეზე ან იმ დონეზე, რაც შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრება, ან როგორც არ უნდა იყოს რაღაც იმუშავებს ოპტიმალურად, შეხედე რას მეუბნება. შენ გაქვს მსოფლიო და გაქვს შემოქმედებითი ცეცხლი და გარდა ამისა, ასევე ნაყოფიერი გზით. ამიტომ ყველაფერი, რაც ამ მიერიდან წარმოიშვება, აუცილებლად ეღირება მისი ინტეგრირება შენ სამყაროში, შენს განკარგულებაში დადება, მისი ამუშავება, რადგან ნამდვილად აგავსებს სისავსით. ყველაფერი, რაც გაქვს და რისი შექმნაც შეგიძლია, სისავსით აგავსებს. შენ გაქვს მაგიის კარტი და რაც მთავარია, რაიმე სირთულის გადალახვისთვის აღიარების მიღება სისავსით აგავსებს, რადგან შესაძლოა შენ ამჟამად რთულ სიტუაციას ძლევ. გარდა ამისა, გაქვს ხმლების მეფე, ხოლო ხმლების მეფე ასევე არის კარტი, რომელიც შენს ცხოვრებაში გარკვეული სახით მოაქვს ჭეშმარიტებას, სამართლიანობას და სიცხადეს, განსაკუთრებით გონებრივ დონეზე. ამიტომ შენ შესწევს ძალა, გქონდეს აბსოლუტური სიცხადე, რათა ყველაფერი წესრიგში მოიყვანო და შესაბამისად საზღვრებიც დააწესო. ეს ასევე შეიძლება იყოს პროფესიულ დონეზე ვინმეს მხარდაჭერა, რომელიც ამ მომენტში გეხმარება რაღაცის დაბრუნებაში, რაც დაკარგულად ჩათვალე, ან იმის მიღებაში, რასაც უკვე გარკვეული დროა ითხოვ, რადგან ყველაფერი ლოგიკურად უკავშირდება შენს ცხოვრებაში, შენს სამყაროში არსებულ ამ სისავსეს. თამბეჭდავია, შენ გაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზება თასების პაშთან ერთად, რადგან შეიძლება იყოს ისე, რომ სხვა რამეზე იყო ორიენტირებული, დაკავებული იყო სამუშაოთი, ეს ეხება პროფესიას, შენს საქმეს, შენს გამოწყებას, რადგან აქ არის შემოქმედებითი ცეცხლი, რომელიც ფართოვდება. და ცხოვრება გაკვირვებს ვინმეს მოწვევით, რათა უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. გადადგათ ერთი ნაბიჯი წინ იმ ურთიერთობასთან შედარებით, რაც ახლა გაქვთ. მე ვგრძნობ, რომ ეს შემოქმედებითი ცეცხლი თავად გიბიძგებს, რომ გაეხსნა ამ ადამიანს ამ ურთიერთობას, რადგან დაგაინტერესებს მისი გაცნობა, დაგაინტერესებს მასთან ურთიერთქმედება და ყველაფერი, რაც შეიძლება თასების პაშთან ერთად წარმოიქმნას, ამ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან კარგია. კარგი, აქ გვესაუბრება ღვთაებრივ ნებაზე, რაც არის ენერგია, ეს შემოქმედებითი ცეცხლი ისევ და ისევ. იყო გულწრფელი საკუთარ თავთან, იმოქმედო იმის მიხედვით, რაც არის შენი ჭეშმარიტი სურვილი და შენი გულის სურვილი. არის ის, რაც შენ ამასთან დაგაკავშირებს. თამბეჭდავია, ღვთაებრივი ნება შენში გინთა შემოქმედებითი ცეცხლისა და მაგიის კარტის მეშვეობით. ასე რომ, არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი და არავინ, ვინც ამ მომენტში შეგაჩერებს იმ ოცნების ასრულებაში, რომელიც სასწაულად მოგიჩვენება. ამიტომ გთხოვ, გქონდეს ნდობა, დაადგინოს ყველაფერი, რათა ეს ახდეს.